ჩფოთვები ხშირად გაწუხებს და ამაზე ვინმეს თუ ესაუბრები. ფაქტია, რომ ხშირად დაიგნორებას ან მისგან გაქცევას ვცდილობთ. ეს კი ყველაზე ცუდი რამ არის, რაც ამ დროს შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მართალია, თერაპევტებისა და ექიმების პერსპექტივიდან ვერ გესაუბრებით, მაგრამ ამ გამოცდილების მქონე ადამიანები ერთ რაიმეზე თანხმდებიან. როცა საქმე შფოთვას ეხება, საუკეთესო და ყველაზე სწრაფი გზა შვების საპოვნელად მასზე საუბარია. შფოთვაზე ლაპარაკი ხშირად ისე არ გვინდა, რომ სხვებისგან დისტანცირებას ვამჯობინებთ. რეალურად კი, თუ გამბედაობას მოიკრებთ და ამაზე საუბარს წამოიწყებთ, მალევე იპოვით ადამიანს, რომელსაც თქვენი მსგავსი ისტორია ექნება. სიმართლე ის არის, რომ შფოთვას თქვენი ყურადღება სჭირდება. სურს მიგანიშნოთ, რომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ და ბარიერებიც დააწესოთ. რას მოგვიტა შფოთვაზე საუბარი? პირველ რიგში გათავისუფლდები ფიზიკური ან სომატური სიმპტომებისგან. დაგიბრუნდება ასე საჭირო კონცენტრაციის უნარი. აღიდგება შემოქმედებითი ხედვა და გაგიახლება სიცოცხლის სურვილი. ფიზიკური სიმპტომებისგან გათავისუფლება. შფოთვა არის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა რაღაცაზე ღელავ ან გეშინია. ეს არის შიშის ან პანიკის ბუნებრივი ადამიანური შეგრძნება. შფოთვის გადავლის შემდეგ ჩვენ როგორც წესი მშვიდდებით და თავს უკეთ ვგრძნობთ. მცირე დოზით ნერვიულობა და შიში გვეხმარება უსაფრთხოების შენარჩუნებაში და გვიცავს რისკებისგან. მაგრამ ზოგჯერ შფოთვამ შეიძლება დაგვაჯეროს, რომ ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე რეალურად და შეიძლება ამ გრძნობამ სრულად მოგვიცვას. მუდმივმა ნერვიულობამ შეიძლება გახანგრძლივებული შფოთვა გამოიწვიოს. შფოთვის სიმპტომები ზოგჯერ საკმაოდ კომპლექსურია და შესაძლოა გამოვლინდეს სტრესული მოვლენებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც. შფოთვისთვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომებია. ფიზიკური, უჰაერობის შეგრძნება, თავის ტკივილი ან გონების დაკარგვის შეგრძნება. აჩქარებული გული, ზოგჯერ მაღალი წნევის თანხლებით. მოусმენრობა, კანკალი და სისუსტის შეგრძნება ფეხებში. სისუსტის შეგრძნება კუჭში, შეტევითი ტკივილი, დიარეა ან ტუალეტში გასვლის ხშირი მოთხოვნილება. ძილის პრობლემები ან მადის დაქვეითება. პირის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა ან სიცხის შეგრძნება. ემოციური და ფსიქიკური. ფოკუსირების პრობლემა, კონცენტრაციის ნაკლებობა. პანიკის, ნერვიულობის ან გაღიზიანების შეგრძნება. გადატვირთულობის ან ძლიერი შიშის გრძნობა. კონტროლის დაკარგვის შეგრძნება, დაღლილობა და სიბრაზე, სიკვდილის შიში. შფოთვას ყველა განსხვავებულად განიცდის. ის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში სხვებზე მეტად ან ნაკლებად ვღელავთ, სრულიად ბუნებრივია. შფოთვა სხეულის დაძაბულობას იწვევს, თუმცა რა დროსაც ამ პროცესის გაცნობიერებას დაიწყებთ და სუნთქვაზე კონცენტრირდებით, ყველა ფიზიკური სიმპტომი მოგეხსნებათ. შფოთვისას მუდმივი ბრძოლისა და გადარჩენის რეჟიმში ვექცევით, რითაც ჩვენი შემოქმედებითი აზროვნების უნარს ვზღუდავთ. ამაზე საუბრის დაწყება კი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გვაბრუნებს და ჩვენს შემოქმედებით ხედვასაც აღვიძებს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თავად გაქვთ უნარი დაებრუნოთ კონტროლი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. შფოთვისას კი ერთადერთი რაც გჭირდებათ, მასზე საუბარია. ხშირად რთულია სამუშაო სივრცეში არსებული სტრესისა და შფოთვის თავიდან არიდება. შესაძლოა დედლაინებს ვერ უმკლავდებოდე. ინტერესთა კონფლიქტი გაჩნდეს ან თუნდაც უკმაყოფილო მომხმარებელი. ეს ყველაფერი სამსახურის განუყოფელი ნაწილი კია, მაგრამ ამასთან ჩვენთვის სტრესის წყაროს წარმოადგენს. ჩვენ სხეულზეც უარყოფითად აისახება. დილით გაღვიძების დროსაც კი წინა დღის მოვლენები რომ გვიფუჭებს განწყობას. აი ეს უკვე დღის არასწორი დასაწყისია. იცი, რომ გაღვიძებისთანავე სტრესის ჰორმონების გამოყოფას ვიწყებთ. ხო და ნეირომეცნიერები სტრესის შემსუბუქების 2 წუთიან ვარჯიშს გვაცნობენ. ახალი კვლევის თანახმად ეს იმიტომ ხდება, რომ წინასწარ ფიქრი თუ როგორი დღე გვექნება, ჩვენში საპასუხო ბრძოლისა და დანებების ინსტინქტს ააქტიურებს, რაც სისხლში კორტიზოლის გამოყოფას იწვევს. ამ დილის სტრესთან გამკლავება კი მეცნიერებს შემდეგნაირად წარმოუდგენიათ. როცა გაიღვიძებთ 2-3 წუთი ლოგინზე დაჯექით და თქვენს სუნთქვას დააგვირდით. ხოლო როცა არასასიამოვნო ფიქრები წამოვა, გაუშვით და თქვენს სუნთქვაზე ფოკუსირდით. იმის ნაცვლად, რომ გონებას აჩქარების საშუალება მისცეთ, ექსპერტები გირჩევენ,
ნელა და ღრმად ისუნთქოთ ისე, რომ ფილტვებში ჰაერის ნაკადი იგრძნოთ. დააგვირდეთ თქვენს ირგვლივ არსებულ ხედებსა და ხმებს. მაგალითად, როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები, ან როგორ იცვლის ცა ფერს დღის მანძილზე. გააცნობიერეთ იმედგაცრუებისა და სიბრაზის შეგრძნებებიც, რომლებიც წინა დღემ დაგიტოვათ. ოღონდ განსჯის გარეშე. შემდგომ კი თქვენი ყურადღება კვლავ სუნთქვისა და გარემოსკენ მიმართეთ. ასე, დილის სტრესსაც შეამსუბუქებთ და თუნ დღესაც მარტივად გაუმკლავდებით. მენტალური ჯანმრთელობა თავის თავში მოიცავს ჩვენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კარგად ყოფნას. გავლენას ახდენს იმაზე, რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და როგორ ვმოქმედებთ. ვეხმარება სტრესთან გამკლავებაში, ჯანსაღი არჩევანის გაკეთებაში. მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან და მოზარდობიდან ზრდასრულობამდე. თუ მენტალურად, ანუ ფსიქოლოგიურად არ ვიქნებით ჯანმრთელი, ნერვული აშლილობა გადმოვა ფიზიკურ პრობლემებზე. ანუ თუ ნერვული სისტემა არ გვაქვს ჯანსაღი, ვერ გვექნება ჯანმრთელი სხეული ფიზიკურადაც. ამიტომაც ფსიქიატრთან ვიზიტი აუცილებელია. ჯერ ფსიქიატრთან, არა ფსიქოლოგთან, ან მით უმეტეს ნევროლოგთან. რადგან ფსიქიატრი განსაზღვრავს თქვენ რა უფრო გჭირდებათ. თუ ფსიქოლოგიური თერაპია, მაშინ ფსიქოლოგს ჩართავს მკურნალობაში. თუ მედიკამენტური პრეპარატს გამოგიწერთ, ან ჩართავს ორივე კომპონენტს. ადამიანის შინაგანი სამყარო, სულიერება, მენტალურობა და ზოგადად ქვეცნობიერი, ნევროპათოლოგის საქმე არაა. პირდაპირ მიდით ფსიქიატრთან და ამაში დასაძრახი არაფერია. ნერვების ისეთივე მთავარი რამ არის, როგორც გული. და თუ კარდიოლოგთან თამამად მიდიხართ, ასეთივე სითამამით მიდით ფსიქიატრთან. არსებობს ალტერნატიული მედიცინაც, უпроსტად ცხოვრების სტილი, მედიტაციები, იოგის ვარჯიშები, სუნთქვითი, იგივე ჰოლოტროპული სეანსები და ასე შემდეგ. დღეს ბევრი იბრალებს ამ საკითხში გარკვეულობას. კარგი სპეციალისტის პოვნის შემთხვევაში ეს გზაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოკლედ, თქვენი ცხოვრება პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. გაიუმჯობესეთ ის და დადგმით იმ ერთი ცხოვრებით, რომელიც საბედნიეროდ გვაქვს. წარმატებებს გისურვებთ და თოვ გამოიწერო არხი.